რა მდგომარეობა აქვს ქვეყანაში დადგა თუ არა რეალურად ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ევროკავშირის დღის წესრიგში და რას დავკარგავთ უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან ერთად თემაზე სტუმართან სამოქალაქო აქტივის მიხეილ მესხთან ერთად ვსაუბრობთ. საღამოშიდობის ბატონო მიხეილ, მადლობა რომ მოხვედით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხოთ. აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა 2025 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირმა ვიზა ლიბერალიზაცია გაგვიუქმოს და მე მაინტერესებს, რამდენად რეალური შეიძლება აღმოჩნდეს ეს ამბავი და რა მოხდება მაშინ თუ ვიზა ლიბერალიზაცია აღარ გვექნება. ხო, ეს პირველ რიგში რეალურია და ამაზე საუბარი მიდიოდა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრიდან, როდესაც არჩევნების აყალბების საკითხი დადგა დღის წესრიგში. საერთოდ ამ თემას ეხებოდნენ ჯერ კიდევ 2021 წლიდან, როდესაც რეჟიმმა, ასე ვთქვათ, პირველი შედარებით შესამჩნევი და ღია რუსული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. განსაკუთრებით აქტუალური ეს უკვე უკრაინის ომის შემდეგ გახდა. ყველანაირი, ასე ვთქვათ, გზა და ხიდი იყო იგივე ევროკავშირისგან სხვადასხვა ფორმატში შემოთავაზებული, რომ ამ ყველაფრისგან თავი დაგვეზღვია, მაგრამ მაინც ესე ჯიუტად ესე საკუთარი მოქალაქეების პირდაპირ ინტერესების არ გათვალისწინებით საქართველოს ამჟამინდელი ეგრეთ წოდებული მთავრობა იქცევა ისე რომ მართლა ამ უდიდესი რისკის წინაშე გვაყენებს. რაც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს არის ძალიან კატასტროფული. პირველ რიგში ჩვენ ქალაქს შევეხოთ ქუთაისს. მე მაინტერესებს ეკონომიკას რა ეშველება და იმ ადამიანებზე როგორი მოქმედებს ეს, ვინც ევროპაშია დასაქმებული და იქედან საკუთარ ოჯახებს არჩენს, საუბარია მილიონ ადამიანზე მეტ რაოდენობაზე. მოდი აქედან დავიწყოთ, ეხლა მარტივად ჩვენი აუდიტორია ძირითადად ხო ჩვენი რეგიონის წარმომადგენლები არიან, ქუთაისი თუ რამით ცოცხლობს, სხვა რამოდენიმე მსხვილ, ასე ვთქვათ, ერთეულთან ერთად არის ქუთაისის აეროპორტი, საერთაშორისო აეროპორტი, სადაც სულ 4 ფრენა არის ისეთი, რომელიც არ არის ევროკავშირიდან. ეს არის აბუ-დაბი და 3 ყაზახეთის ფრენა. რუსეთის ფრენები ხან მუშაობს, ხან არა. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ საერთოდ ვიზა არის გასვლის საფრთხეც კი დადგეს აქ, ან ტურისტების არ შემოსვლას. ეს ხო ქალაქისთვის კატასტროფა, ჯერ მარტო პერსონალი რო ავიღოთ, მგონი რა ვიცი ქუთაისში არ არსებობს კორპუსი, სადაც ერთი ოჯახის წარმომადგენელს ნაცავი მაინც არ უმუშაობს ეს ტურისტულ სფეროში, აეროპორტის ტრანსპორტი, სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიები არის ათასნაირი გადაზიდვის სერვისი, კაფე-ბარები, ჰოტელები, გაქირავება, სასტუმროები, კი ბატონო. ეხლა გლობალურ ჭრილში შევეხოთ, ეს ხომ მართლაც ძალიან რთული იქნება. თუნდაც ის რომ ტურისტული სექტორი მთლიანად ნულზე დაჯდება იმ გაგებით რომ ჩვენ ვიცით ძირითადად ევროპელი ტურისტები არიან მხარჯველუნარიანები. იყო არაერთი სტატისტიკა იგივე რუსეთიდან შემომავალ ტურისტებზე, რომლებიც არიან ყველაზე, ასე ვთქვათ, ნაკლებად ეფექტიანები, არც ხარჯავენ, რეალურად ტიპსებსაც ნაკლებს ტოვებენ. თლად ესე უბრალოდ ძირითადად დადიან იმ ქალაქებში, სადაც თავიანთ მემამულეებს, ანუ იგივე რუსებს გააჩნიათ იჯარით აღებული კაფე-ბარი. იგივე ბათუმი ამის ცოცხალი მაგალითი, რომ თავიდან რომ გაუხარდა დიდი ნაკადის შემოსვლა, თითქოს ფული და კაპიტალი შემოვიდა, შემდეგ ქართული კონტინგენტი და მოსახლეობის დიდი ნაწილი ადგილზე დარჩა ბიზნესის გარეშე და უყურებენ თუ როგორ შეულობს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება აქვს, ესეც სიგიჟე არსად არ ხდება, რომ საქართველოში ჩამოდიხარ რუსეთის მოქალაქე და დარჩები სამუდამოდ ყველანაირი უფლებით და ბარემ გადაიფორმებ ყველაფერს ასაც კიდე. ეს სხვა არაფერი არ არის თუ არა შეგნებული ეს სელექცია და თვით გამოცხადებული ამ საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდი და ჩანაცვლების პოლიტიკა. ჩვენ ისედაც ძალიან ცოტა ვართ იმისთვის რომ ყველაფერს გავუძლოთ და რაც შეეხება იმას თუ როგორ ცხოვრობს თუნდაც ჩვენი ქალაქი, ყველაზე მტკივნეული თემა არის ემიგრაცია, მგონი ყველა მეხუთე ამ ქალაქიდან უკვე ემიგრანტია სამწუხაროდ ასეა. გზავნილების გაჩერება წარმოვიდგინოთ ერთი დღით. SWIFT-დან ჩახსნა წარმოვიდგინოთ თუნდაც ის უხეშად ვიტყვი მართველი პარტიის მხარდამჭერები, რომელიც ემიგრაციიდან გამოგზავნილ ფულზე ცხოვრობენ. როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას იმ პირობებში, როდესაც ემიგრაციიდან მიღებულ ევროებით რეალურად აქ ახორციელებდნენ ყველაფერს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადგილზე სამუშაო არ არის და ეს მათთვის იმენში პრობლემა არ იყო.
დადგება ძალიან ბევრი რაღაცა კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს აუცილებლად დააკარგინებს მმართველ პარტიას უამრავ ამორჩეველს, ჩემი აზრით, იმიტომ რომ როდესაც ეგზისტენციალური საფრთხე და არსებობის, კვების და ელემენტარული ადამიანური ცხოვრების პრობლემა დაუდგება მოსახლეობას. რა თქმა უნდა, იქ უკვე პროპაგანდა და იქ რაღაცა გლობალური ომის პარტია Deep State აღარავის აღარ აინტერესებს, როცა საქმე სოციალურ პრობლემებზე მიდის და როცა უხეშად ვთქვა ადამიანის კუჭზე გადის საქმე, შემდეგ უკვე გაცილებით უფრო მოთხოვნი და აგრესიული ხდება. ჩემი აზრით, ზედმეტი აიღეს საკუთარ თავზე, ზედმეტად ეთამაშებიან იმხელა ბაზარს, იმხელა ეკონომიკურ გიგანტს, რასაც ევროპა ქვია და საერთოდ იმხელა სიკეთეს საქართველოს მოსახლეობისთვის. თუნდაც აი ქუთაისის მაგალითზე ხო სტუდენტური პროგრამა რო არსებობდეს გერმანიაში, ფიზიკურად სტუდენტური სამუშაო არ არსებობს და ზაფხულში ალბათ დასვენება ვერ ეღირსება ვერავს, 10 წლის წინ წარმოიდგინდა ვინმე რომ მაქსიმუმ ქობულეთამდე მიგვეღწია ისიც 300 ლარიანი სტუდენტური სამსახურები იყო ქსელურ მარკეტებში. ხო დღეს შეგიძლია ჩვეულებრივად ადგე ელემენტარულად A1 დონით წახვიდე გერმანიაში და ჩამოიტანო სადღაც 4-5 евро, რაც საკმარისია სტუდენტისთვის კი არა, დასავლელი ადამიანისთვის თითქმის 9 წელზე მეტი და ამ სიკეთეების დაკარგვა რად უნდა უღირდეს მთავრობას ამ იმედებს. კი ბატონო, ეს ყველაფერი გასაგებია ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომლის წინაშეც როგორც ევროკავშირი გვეუბნება 2025 წლის მეორე ნახევრიდან უფრო მძაფრად და თვალნათლივ აღმოჩნდებით, მაგრამ თქვით თუ არა რომ ოპოზიციის მხრიდან საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა, უფრო მეტად ოპოზიციური პარტიების ერთად ყოფნა. როგორ ფიქრობთ, ერთად ყოფნის გარეშე, ერთობის გარეშე, გნებავთ პრეზიდენტი, გნებავთ ოპოზიციური პარტიები, ამ ყველაფერს კლავდებია? ძალიან რთული იქნება, თუმცა არ შემიძლია არ გამოვიხმაურო იმას, რაც ხდება ბოლო 2 დღის განმავლობაში. მე მიკერძოებული ვარ ზოგადად, მე ვარ ამ შემთხვევაში კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, კოალიცია ცვლილებები აერთიანებს სამოქალაქო აქტივისტებს, აერთიანებს დროაგილჩი ახალი პარტიის წევრებს, აერთიანებს ხელოვანებს და 1000 სფეროს ადამიანებს, რომლებსაც ჯერათ რომ გამარჯვებისთვის ეს კონკრეტული გზა მუშაობს. მაგრამ თუ კი კოალიცია ცვლილებების მხრიდან იქნებოდა გაჟღერებული ისეთი სამარცხვინო პოზიცია, რაც გუშინ და გუშინ წინ ხდებოდა ამ შემთხვევაში ნომერი 25 გახარიას პარტიის მიერ და ამ თქვენც არ ახართ კმაყოფილი იმით რომ ბატონი გახარია მივიდა კომისიაზე. მე ვიქნებოდი ობიექტურად პირველი უარმყოფელი იმ კოალიციის, რომელსაც ბოლო 6 თვე დაწყებული არჩევნების წინა პერიოდიდან დამთავრებული აქციებამდე მივყვები და მჯერა რომ სწორი გზით მივდივართ, უბრალოდ არის რაღაცები, რაც დაუშვებელია და მე არ მომწონს ხოლმე პარტიებში დოგმატიკა. გახარიას პარტიაში მომეწონა ის, რომ ერთ-ერთმა მათმა სპიკერმა საჯაროდ თქვა, რომ გახარიას მისვლა ეგრეთ წოდებულ საპარლამენტო კომისიაზე წულუკიანთან, რაც რეალურად რუსული პროპაგანდის მანქანაა, სხვა თუ არაფერი, იყო შეთანხმების დარღვევა, რაც პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად დადეს. ვიღაცა პარტიაში აღმოჩნდა ისეთი, რომელიც საღაზრზეა. პირობითად რო ვთქვათ, ნებისმიერი პარტიის ლიდერმა რო გადადგას რაღაც წითელ ხაზს მიღმა ნაბიჯი, ეგ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენ შინაგანი წინააღმდეგობა უნდა გქონდეს და საერთოდ არ მომწონს ის, რომ აი ეს დაქირავებული ინფლუენსერები და სხვა ასე ვთქვათ, აფილირებული პარტიული ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებად პოზიციონირებენ, მაგრამ რეალურად პარტიულები არიან, ხო? მიყვებიან აი ყველა დეტალს, ისე თითქოს ეს იყოს ერთადერთი უტყუარი და სწორი გზა. კითხვის ნიშნები თუ არ გაქვს შიგნით, არ ამგონია რომ გარეთაც ივარგოს ადამიანმა და საერთოდ ეგრე ძალიან ფუჭდება შიდა იდილია, თუ არავინ არ აკავს კითხვის დამსმელი და ყველაფერ მათ მოყვება. აი ძალიან მარტივ რაღაცას ვიტყვი, მე მოვსმინე 12 საათიდან სადღაც 4 საათამდე სრულ აუდიენციას ეგრეთ წოდებულ კომისიაზე წულუკიანთან. ძალიან მეუხერხულა ის, რომ თითქოს გაუფასურდა 20 ივნისი, თითქოს ხალხის ლეგიტიმური ბრაზი, რაც იმ დღეებში ჰქონდა, იყო შტორმი, რომელსაც ვიღაცა ვკარნახობდა. იქ ვიყავით და არავინ არაფერს არ ვკარნახობდა. თბილისშიც ვიყავით, ქუთაისშიც ვიყავით და 20 ივნისს დიდი გამოხმაურება მოყვა, რაც იყო მრავალდღიანი და საერთოდაც შტურმი პარლამენტზე არის ოკუპანტი ქვეყნის ერთ-ერთი პარლამენტარის და მოღვაწის ჩამოყვანა და სავარძელში ჩასმა შტურმი პარლამენტზე არ არის გაბრაზებული ხალხი რომ მიდის და რეალურად ითხოვს იქ შესვლას, თუნდაც იძახეს შევდივართ, რაც ჯერ იცის ხალხის საკუთრებაა, რაც ნიშნავს შტურმი და ზოგადად ეგეთი ტერმინები, ვიცი, სხვანაირი შტურმი არის ორგანიზებული, ნებისმიერი შტურმი იგეგმება, ნებისმიერი შტურმი არის გაცილებით უფრო ბრუტალური და შტურმი იყო რაც მოგვიწყვეს ქართულ მოსახლეობას, რომ გასაქცევი ჩახერგეს ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, გაზის კაფსულები უკან არიგებს ჩაყარეს და გამოიყენეს
დაათვისთვის განკუთვნილი ლეზინის ტყვეები, რომლებიც თურმე მერაბიშვილის საცავიდან ამოუღეთ, ანუ მერაბიშვილის საცავებში რომ ყოფილიყო артиллерიო ჭურვები, რავი ესროდნენ ხალხს, რომ მოგაქვს რას ესვრი, ვის ესვრიან. მტკნარი ტყუილებით და ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ჭიდაობით გამოირჩეოდა ეგ დღე, თუ ვინ უფრო მეტად ერთგული იყო რეჟიმის მიმართ 2020 წელს. ჩემი აზრით, ვისაც 2020 წელს სჯეროდა, რომ რეჟიმი რუსული არ იყო და ვისაც 2020 წელს გამართლებული გონია გავრილოვის იქ ჩასმა, სადაც იყო და ვინც იმ გაბრაზებულ ახალგაზრდებს, დაქირავებულ სტურმანებს ეძახის, თუ რავი, შტურმის მომწყობებს, შეუძლებელი იყოს გულწრფელი და ძალიან კაია ილუსტრაცია ერთიანობის მომხრევარ, მაგრამ თუ ვინმე დაგვანახებს თავს, რომ არ არის ღირსეული, არ უნდა კონდეს მისი მედი მარჯვნივ მარცხნივ და უკან, როგორც ეს გაკეთა გირჩი 36-მა, რომელიც უპირობოდ მიყვება ქართული ოცნების აჯენდას, მის CSKO-ს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მარტო იმიტომ, რომ თავის რაღაცა პატარა მანდატი და ვიწრო დაფინანსება მოიპოვოს და ამით საერთოდ არ ანაღვლებს ის, რომ ქვეყანა მთლიანად რჩება რუსულ ჭაობში, არ მიდის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობის პლატფორმაზე. რა პრობლემა? ესეთი ადამიანები თუ გამოჩნდებიან, რაც უფრო მალე გვეწოდინება ვინ არის ჩართული ბრძოლაში ისე რომ უღირდეს ეს ყველაფრად, ჩემი აზრით ხარისხი ჯობია რაოდენობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში. კი ბატონო, თქვენ არჩევნები ახსენეთ და მე მაინტერესებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, რამდენად თქვათ გაანეიტრალებს პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, თუ აუცილებელია ისევ და ისევ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოვიდეს საზოგადოებაც და ქვეყანაც. მან დაარც ერთი პრინციპული საკითხი. ჯერ ჩვენ არ ვაღიარებთ კონკრეტულად ამ პარლამენტს. არ აღიარებს არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა თუ არ ჩავთვლით რუსეთს და მის დამქაშებს, რაღაც ნაურუს და ნიკარაგუას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამოდის რომ მარტო ისინი არ არიან ჩვენი პრეზიდენტი ბატონი ყავლაშვილი ბრძანდებოდა აზერბაიჯანში შეხვედრას და როგორც გავიგეთ თურმე ბატონი კობახიძისგან ნებართვა მიიღო თურმე სომხეთში ვიზიტზე დაკავშირებითაც. ეგ რეგიონული პოზიციის თემა არის, ანუ რეგიონული პოლიტიკას როცა აწარმოებ, მანდ ვერ მოხდება ისე ხისტად რეაქცია აზერბაიჯანის სომხეთიდან, თუნდაც იმიტომ რომ აზერბაიჯანის სომხეთი ჩვენსავე გზას გადის, დაახლოებით ერთ დონეზე ვართ, რეალურად ჩვენ შეფასება საიდანაც უნდა მივიღოთ, ეს არის ევროკავშირი, ეს არის ამერიკა, ეს არის კანადა და ესეთი ქვეყნები. შემფასებლად ჩვენ დემოკრატიის აზერბაიჯანი ვერ გამოდგება, სადაც დემოკრატიის სტანდარტი. არა, მე მხოლოდ იმიტომ გავუსევე ხაზი, რომ აღიარებით, როგორც ჩანს, იმათაც აღიარეს, კი, ეგრე ერდოღანმაც მიულოცა დელეგაციები. კი, ბატონო. თუმცა ჩვენ ხო ცალკეული ქვეყნების დამკვირვებლები არ ყავდა, ჩვენ ყავდა საერთო დამკვირვებლები, რომელიც შეიძლება ყოფილიყო თურქიც, აზერბაიჯანელიც, სერბიც და ირლანდიელიც პირობითად გეუბნებით, მაგრამ კომისიამ საბოლოოდ როგორც ეუთომ და ისე ნებისმიერმა სხვამ გვეს რომ ფარულობის პრინციპი იყო დარღვეული, შესაბამისად არჩევნები არ იყო სამართლიანი. ეხლა თუ კი არ აქვს ლეგიტიმური მთავრობა, თუ კი CSKO ყალბებს რაღაცას, სად მივყვებით მათივე თამაში მივყვებით და ერთი ცუდი რაღაც პირველადი პოზიცია რაც იყო როცა თვითმმართველობის არჩევნებს უხეშად გვასაღებდნენ, ეს იყო რომ გათავისუფლებიან პატიმრები. ანუ პატიმრებიდან სამი არის ჩემი უახლოესი მეგობარი და ვერასდროს ვერ ვიტყვი რომ ეხლა მე უფრო ტკივა ისინი ვიდრე მის მშობლებს არანაირად. და მის მშობლების პოზიციას გეტყვით ზუსტად მათ მშობლებს არანაირად არ უნდა თავიანთი შვილები იყვნენ სავაჭრო მასალად გამოყენებული. პირობითად თუ რეჟიმი უსამართლოა, გაკავებს დღეს და შემდეგ გიშვებს იმიტომ რომ დათანხმდე არჩევნებში მონაწილეობა. ხვალ რომ კრიზისი დაუდგება უსამართლოდ ვერ დაგაკავებს ისევ ერთხელ და ორჯერ ვნახეთ ეს. რამდენი кейსი იყო ისეთი, როდესაც ზარბევების მერე დააკავებდნენ სრულიად უმიზეზოდ ახალგაზრდებს, გამოკეტავდნენ ციხეში, გავიხსენოთ 2020 წლიდან მოყოლებული, შემდეგ გამოაცხადებდნენ საერთო ამინისტიას და ის პოლიციელები, რომლებიც მათ შორის 20 იმის უნდა დასჯილიყვნენ, აი ეს გახარია რომ 30 და მას რა ქვია, გატაცებულ ფარს ტირის თუ რა ვიცი რამდენიც იყო თუ 300, არც მახსოვს და საერთოდ სისულელი არის. როდესაც ეკითხებიან პოლიციელებმა ძალას რატო გადაამეტოს, იცი რა ამნისტია გამოცემული არ ვლაპარაკობ, რას ნიშნავს ამნისტია გამოცემული, ანუ ეს არის არათანაბარ ზომიერება. სამართლიანობა კი არა და თანასწორობა, თანასწორუფლებიანობა არ არის და რატომ უნდა ვეთამაშოთ საკუთარ მოედანზე, პირობითად ფეხბურთი მართლ პარტიას ფეხებს შეკრულმა, ხო? ესეთ რაღაც არ უნდა გავაკეთოთ. გავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე, აი რაღაცა ტყუილი იმედებია რომ დამკვირვებლების ჯარი შეიქმნება, ვიღაც ჩამოვა, ანუ ამათ ხო არაფერი არ აინტერესებთ, რეალურად შეუძლია დაწერონ 80-20-ზე, ისე რომ ხელით ტენონ ძველი სტილით ბიულეტინები იმაში, რა ქვია, ყუთში, ან რაღაც მონაცემები ჩატვირთონ. ხო, ნახეთ 2024-ში რა წარმატებით. დაკვირვება ხო აგვიკრძალეს. CSKO-ს ახალი კანონმდებლობით საერთოდ ადამიანთან ვერ მიდიხარ და ვერ გაიგებ რა პირადი ნომრით გადის იდენტიფიკაციას და ძალიან დიდი ბოდიში 26-ში რაც მოხდა, ორი იმდენი ხო რა აქვს წინ.
ხო, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნება რამდენად ზრუნავს ქართველებს? ქართული ოცნება ზრუნავს საკუთარ თავზე, არ ზრუნავს ქართული ოცნება ქართველებს. ალბათ ერთადერთი ის ქართულთა ნაწილი, ვიზაც ქართული ოცნება ზრუნავს, არის ქართული ოცნების ეროვნებით მოქალაქეობით ქართველი წევრები და მათი ოჯახის წევრები. საქართველოს საერთოდ არ აინტერესებს ქართული ოცნებას როგორც სახელმწიფო, როგორც ერი, როგორც ნებისმიერი მოცემულობა, როგორც სოციუმი და საერთოდ მათში არ არის მისიის გრძნობა. მისიის გრძნობა ეხა როგორ რაღაც არის ჩემთვის, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი სამეზობლო. აიღეთ რუსეთი, აიღეთ თურქეთი, აიღეთ აზერბაიჯანი, აიღეთ სომხეთი. გვაქვს გარდამავალი დემოკრატია, გვაქვს ავტოკრატია, გვაქვს ერთგან დიქტატურა და მეორეგან შიდა პრობლემებია. რაც არ უნდა შიგნით ხდებოდეს. თურქეთში მიწისძვრა იყო, იქ ერთი ამბები იყო, რომ კორუფციის ამბავში მერს გამოუცხადეს პრობლემა, ერთ-ერთი დიდი ქალაქის ხო თუ არ ვცდები, კაიზერი თუ რაღაც ქალაქი იყო. შიგნით დაძაბულობაა, მაგრამ თურქეთის მთავრობას აზრად არ მოუვა ის, რომ საგარეო პოლიტიკა აწარმოოს ისე, რომ ოდესმე თურქეთი წამგებიან პოზიციაში დადგეს. შევხედოთ სომხეთს, ხო? პაშინიანიც რომ მოვიდა, პაშინიანს დაუპირისპირდა უკვე სომხეთში ძირითადად სხვანაირად არის, იქ ხა მაინც ასულიერო ფენა, კიდე რაღაც იგივე არცახის დაჯგუფებები ყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთთან პრობლემები აქვს, პაშინიანი ზრუნავს იმისთვის, რომ სომხეთის პოზიციები საგარეო არენაზე იყოს წარმატებული. აზერბაიჯანში რაც არ უნდა ალიევს დიქტატორი ან ავტოკრატია ეძახოს ვიღაცამ, თუნდაც იმიტომ, რომ მონარქიით თქვათ მესამე თაობა არის, აზერბაიჯანმა ისარგებლა ხო რუსეთ-უკრაინის დაწყებული კონფლიქტი და ამ მოდუნებული ყურადღების ფონზე ლამის ლაჩინის დერეფანი გახსნა და დაიბრუნა ყარაბაღის ტერიტორია. შიგნით რაც არ უნდა ხდებოდეს ეს ხალხი და როგორც არ უნდა ასე ვთქვათ ალაგებდეს საკუთარ აჯენდას, საგარეო პოლიტიკა მათი არის ისეთი, რაც ჭირდება მათ ქვეყანას. აი რუსეთი ავიღოთ იმპერია, მტერია, მოსისხლე მტერი, ოკუპანტია ჩვენი, მაგრამ იქცევა თავის სასარგებლოდ. და ბევრი კოცისგან გამიგია, რომ იცი რა პუტინი თავის ხალხისთვის კარგი არ ვიცი, მე საერთოდ რუს ხალხს სხვანაირი გამოცდილება და სხვანაირად უყურებს ყველაფერს და ზოგადად რუსულ სოციუმს ახასიათებს ტანჯვის გაძლება ძალიან მარტივად დაპყრობითი ომების ხარჯზე მართლა თვეები უცხოვრიათ 150 გრამ პურზე, ოღონდ რაღაც ახალი მიწის ნაგლეჯი, შევათ ეგ მაგათი ფსიქოტიპია და იქცევიან საკუთარ თავისთვის სასარგებლოდ. ეხლა ჩვენთან რა ხდება? საქართველოს მთავრობა ევაჭრება ყველას საქართველოს მოქალაქეებით, მათი შრომითი რესურსით, ჩვენი ბუნებრივი რესურსებით, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალით, ოღონდ თვითონ დიდხანს დარჩეს და ოღონდ ამოხაპოს, რაც შეიძლება მეტი ფული და საგარეო ინტერესებს თმობს. ხან გარეჯი საქართველოს იძახდნენ, ხან მერე ნახევარი იმისა ქვია შიდა ქართლის ხეობას უთმობს რუსებს. მასე არის თუ ისე დიდი ხნის წინ ღირსებით შევდიოდით ევროპაში. გამარჯობა, ანუ უღირსაც შევდივართ რუსეთში ღირსებით, ევროპაში ვერ შევდივართ. ოღონდ ქართული ხალხი ღირსეულია, ესენი არ არიან ღირსეულები და რეალურად ესენი არიან ჩვენი სახელის გამფუჭებლები. ანუ მე უბრალოდ იმათზე მეცინება ზოგადად მე მიკერძოებული ვარ ერთ კონკრეტული პარტიის მიმართ, ამ შემთხვევაში კოალიციის, მაგრამ არის ობიექტურობის რაღაც ნიშანწყალი. ეხლა ჩემთვის მაგალითად საინტერესო არ არის ნაციონალური მოძრაობის აჯენდა და დღის წესრიგი, მაგრამ როცა ვხედავ, რომ 13 წლის წინ ნაცმოძრაობაში მოსულ ადამიანს, რომელიც რეჟიმის წევრი არ იყო და შემდეგ შემოუერთდა, თქვათ, ხო? არ იპატიება რაღაც და 2021 წლის ასე ვთქვათ კოცების კადრი, რომელმაც პარტია დატოვა და მიღებული აქვს ყველა უბედურებაში მონაწილეობა საქართველოს შეერაღებული ძალების ვეტერნების ინფორმაციის გაჟონვაში, რაც გავიდა საქართველოს საზღვრებიდან. კოდორის სპეცრაზმელების გაქრობა და 7 ადამიანის არანორმალურ გარემოებებში საეჭვო სიკვდილი რომ ავიღოთ ინფორმაციების გაჟონვა, ავიღოთ პირადი ინფორმაციების რუსეთში ხო საერთოდ ყველაფერზე წვდომა აქვს ნებისმიერ ადამიანზე, ვისაც საქართველოში არ არის ტარება ან ხელშიჭერა შეუძლია. ეს ყველაფერი გადის ამ 13 წლის განმავლობაში და ვინც იძახის რომ ბოლო 3 წელია გაიგო რომ რეჟიმი რუსულია, თან ისეთი ვინც ნაყოფია რეჟიმის წიაღში და ხედავს შეგინთ რა ხდებოდა, არა თუ შეუიარაღებელი თვალით, ის არ არის ჩემი აზრით გულწრფელი და ამ ორმაგ სტანდარტს ვერ ვთვლი მიუღებლად. ერთი ფაქტორი რაც იყო ჩემთვის 27 ოქტომბრიდანვე მაკო გომურმა პირადად ესეთი რაღაც თქვა რომ მეც კი მოვდივარ აქციაზე, დგები გახარიას გვერდით, გავჩუმდით ყველა. დავივიწყეთ ძალიან ბევრი რაღაც, იმიტომ რომ დგება ხოლმე კრიტიკული მომენტები, კომპრომისი ისეთთან წახვალ რომ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ერთად შეიძლება რამე გეკეთება. პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, მით უმეტეს უცხო შენი ქვეყნის კეთილდღეობას ეხება. ამ დროს ურცხვად და გონორით მოდიოდი, ამ დროს მიდიოდი წულუკიანის კომისიაზე, ამ დროს კოცებს კოცობაში ეჯივრებოდი და ეუბნებოდი რომ უფრო დიდი კოცი ვიყავი და უფრო კარგად ვემსახურებოდი რეჟიმს ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ 2020 წლის მოვლენა
ბევრად უფრო დიდი იყო ჩემთვის ვიდრე 2022-ის. იმ გაგებით რომ 2022 მესმის რომ რა თქმა უნდა რუსული კანონი ყოვლის მომცველი საშინელება იყო, მაგრამ 2020 წელი პრინციპის ამბავი იყო. აქ თუ ვიცავდით ჩვენს იგივე ეკონომიკურ რესურსებს, ფონდებს, მიღებულ შემოსავალს 1000 სიკეთეს, იქ ვიცავდით პრინციპს, სკამს, სადაც თავის დროზე ზვიად გამსახურდი ამჯდარა, სკამს, სადაც ეროვნულ გმირებს ქონიათ შეხება და გავრილოვი ჩასვეს. ხო, ეს იყო წამიერი გაბრაზება მუხტი 2022-ში ორგანიზების რაღაც ნაწილი მაინც ქონდა იმ გაგებით რომ მობილიზდით 2020-ში იყო ეგ ნაპერწკალი რა დროსაც ქართველი ადამიანის ფსიქოტიპმა ეგ შეურაცხყოფა ვერ გადახარშა. იგივე იყო პოზნერის დროს. 2020 წელს ვინც ადამიანებს არაგულწრფელს ეძახის, ხო, არავითარ შემთხვევაში იმასთან ერთად დგომა და რამის კეთება მე პირადად ვერ წარმომიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ საქმე თუ მოითხოვს, მაინც მოგვიწევს რაღაც გაგებით, რაღაც პროცესებში მათთან ერთად შესვლა. თუმცა მათთან ერთად ისე იმედიანად ვერასდროს ვერ ვიქნები, როგორც ვიქნები იმ ადამიანებთან, რომლებსაც შეიძლება ვიღაცა ეძახის პირობითად ნაცან, რაც უნდა ეძახდეს, მაგრამ 13 წელია რომ რუსულ საქმეს საქართველოში ებრძვის. ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ მომენტში მის სხვა ცოდვებზე დიდად ვერ გავამახვილებ ყურადღებას. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ. მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლდათ მიხეილ მესხი. მადლობა რომ გვიყურეთ. ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე.